სულია თუ არა საქართველოს ცა ან დასული არიან თუ არა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ცხადია გულისხმობ დე ფაქტო ხელისუფლებას დასული არის თუ არა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტები მაგალითად საქართველოს პარლამენტი მაგალითად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შენობა მთავრობის შენობა საგარეო უწყება თავდაცვის უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტრო დასაცავია რა საკვირველია მაგრამ ჩამოსახელებულ სხვა უწყებებთან შედარებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცვა მნიშვნელოვანია მაგრამ ყურადღება ნაკლებად მისაქცევია დასულია თუ არა საქართველოს პრეზიდენტი პირველ ყოვლისა და აგრეთვე თავისუფლებას მივცემ და ვიკითხავ დაცული არის თუ არა ამ ხელისუფლების მიერ ამ ქვეყნის დამაქცევარი მაგრამ ხელისუფლება ასეთად ხომ არ მიიჩნევს და პირიქით მიიჩნევს რომ ეს კაცი არის დამფუძნებელი მამამისიც და ამ ქვეყნისაც ბიზიდა ივანიშვილი რომელიც სახლობს აბასთუმანში იშვიათად მაგრამ სტუმრობს ხოლმე მამაპაპისეულ სახლს და სასახლეს ახლა უკვე ჭორბილაში ზემო იმერეთში საჩხერეში აგრეთვე ზღვისპირეთშიც არც თუ ცოტა დროს ატარებს და თბილისში სოლოლაკის ქედზე შემაღლებაზე არსებულ სასახლე ბიზნეს ცენტრშიც არის ხოლმე ოჯახთან ერთად გასაკვირველია ხო და ვიკითხოთ დაცული არის თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა თავდაცვის უწყება მთავრობა საგარეო უწყება პარლამენტი სხვა უწყებები და ბიზიდა ივანიშვილის სასახლეები ვერ გეტყვით არა მაქვს პასუხი ის კი ვიცი რომ დინარაძემ გენერალი როა სწორედ ბიზიდა ივანიშვილის მიერ გენერალ გამორჩეული და შერჩეული თქვა ამგვარი რამ დინარაძის განცხადებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აპირებს უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ულტრა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ულტრა თანამედროვე ანუ ზე თანამედროვე ყველაზე თანამედროვე სისტემის შეძენას გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა ამის შესახებ დინარაძე მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებს 1 ივლისს კონკრეტულად კი გუშინ განუცხადებია გამართულ ბრიფინგზე როდესაც საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის დაარსების 32 წლისთავი მიულოცავ დინარაძის თქმით ტექნიკა გულისხმობს და დაახლოებით მინდა წარმოიდგინოთ 5-6 კილომეტრის ანუ 5-6 მეტრის სამოქალაქო თვითმფრინავი დაფრინავს 9, 10, 11, 12, ვინც ის და 13,000 მეტრზე ზედაპირიდან აი დინარაძის თქმით ტექნიკა გულისხმობს 5-6 კილომეტრის 5-6,000 მეტრის რადიუსში ბოდის ვიხდი რადიუსში სიმაღლეზე კი არა 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენასა და განეიტრალებას ანუ არა სიმაღლეზე არამედ რადიუსში მეც მეშლებოდა და კიდე კაი სწრაფადვე შევნიშნე სწრაფადვე აღმოვაჩინე ჩემივე შეცდომა მისივე განცხადებით ბოლო პერიოდში სხვა აქტიური ღონისძიებების გარდა სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის და მივარდა თავსახური კავშირგაბმულობის სისტემის სადგურისა და მისი პერიფერიული ვიაზრებთან სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების დაშიფვრის მქონე მოდულით. რიგითი ჟურნალისტებისათვის და საზოგადოების რიგითი წარმომადგენლებისათვის ცოტა გაუგებარი ტერმინოლოგიაა, მეც არ ვაპირებ სიმართლე გითხრათ ახლა მაინც და მაინც გაშიფროს მათ შორის, იმიტომ რომ მე სპეციალური ცოდნა ან მეტი ინფორმაცია მჭირდება, ესეთი ზედაპირულად რაც ჩანს, მაღალი დაშიფვრის მქონე მოდულით, ასეც ამბობს ბატონი დინარაძე, ამგვარი კავშირგაბმულობის სისტემები იქნება აღმოჩენილი, არა დამონტაჟებული. დინარაძის განცხადებით სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასოდეს ყოფნა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, და კითხვა, ამგვარი ჟურნალისტების მიერ დასმული ფრიად კვალიფიციური კითხვა, ვის მოემსახურება ახლად შეძენილი ტექნიკა, ესე იგი ანტიდრონ სისტემები, კიდევ ერთხელ განმარტოთ მაყურებლისათვის, დინარაძე ამბობს. ნებისმიერი სპეცსამსახური ცდილობს თუ მას აქვს ამის მატერიალური შესაძლებლობა და თავად ამბობს, რომ საქართველოს აქვს მატერიალური შესაძლებლობა და ნება,
რომ ასეთი სისტემები ულტრათანამედროვე შეიძინოს იმისათვის, რომ თანამდებობის პირი იქნება, მიაქციეთ ყურადღება, თანამდებობის პირი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო უწყების ხელმძღვანელი, თავად სახელმწიფო მინისტრი, ანუ დინარაძე, ჩატარებული ფორუმი იქნება, რომელიმე კონფერენცია, რომელიმე ღონისძიება, რომელიმე შეხვედრა, რომელიმე, მაგალითად, სხდომა პარლამენტისა თუ მთავრობისა. დიპლომატიური მისია იქნება ჩამოსული, ანუ ჩამოვიდა სინ ძინპინი, წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც თქვა სინ ძინპინი ჩამოვიდა მისი უსაფრთხოებისათვის, სინ ძინპინს რა თქმა უნდა უსაფრთხოების სისტემები კარგად არ მესმის, მაგრამ მარტო სინ ძინპინზე ხო არ არის საუბარი, ჩამოვიდა, არ ვიცი, ამასთან სერბეთის ლიდერი იყო ჩამოსული და ყველა შულს ჩაედრასდა, მასზეც შეიძლება იყოს საუბარი. ათეულობით დიპლომატიური მისია, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, ანუ უწყეს საელჩოები, მათი დაცვის ღონისძიებები იქნება თუ სხვა ნებისმიერი ღონისძიება, ამ ობიექტების დასაცავად იყოს შეიარაღებული ულტრათანამედროვე ტექნიკით და ეს არის ელემენტარული და მარტივი. პრიმიტიულიც და გადაწყვეტილება, როდესაც შენ ამის საშუალება გაქვს, საშუალებაში მხოლოდ მატერიალურს არ გულისხმობ. შეკითხვაზე ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული მთავრობისათვის დრონების გადაცემას და რუსებმა აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ეგრეთ წოდებულ სასაკვირველია გადასცა ეს დრონები და აფხაზეთიდან რამდენიმე ხნის წინ მუქარაც კი გაისმა 1-2 ჯერ, მათ შორის მუქარა იმის თაობაზე, რომ ლუგარის ლაბორატორიას აქვე როა იმას დაბომბავდნენ აფხაზების საჭიროების შემთხვევაში. ეს მუქარაც კი მოვისმინეთ, გათავხებდნენ რა სეპარატისტები. ხო და ამას ხომ არ უკავშირდება ამგვარი კითხვით მიმართეს დინარაძეს ჟურნალისტებმა და დინარაძე პასუხობს საკმაოდ მოგზალებულად, დიპლომატიურადაც, ჭკუას ხომ ვერ მოვუწო, ვერ ვიტყვით რომ ჭკვიანი კაცია დინარაძე, მე ვერ ვამბობ, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ბრჭყალებში შევაქო. ის დიპლომატიურად პასუხობს, ასეც რომ იყოს, მაინც ვერ გეტყოდით, აქ ჩემს ადგილას ვინმე გამოუცდელი თითქოს ძალიან გამოცდილი იყოს, რომ იდგეს შეიძლება ასეთი პასუხი მიიღოთ, რომ დაღუპოთ ქვეყანა, ისეთი პასუხი მიიღოთ, რომ დაღუპოთ ქვეყანა. კარგით, ეს ყველაფერი ხომ გავიგეთ, 7 წუთი და 15, 16, 20 წამია გასული, პრაქტიკულად ყველაფერი თქვი, ახლა დავსვამ კითხვებს, რომლებიც ჩემი მოსაზრებით გაცილებით საინტერესო კითხვებია. მე მაქვს კითხვა, რომელმა ქვეყანამ შეიძლება გადასცეს, ან უკვე გადასცა ეს ხსენებული ანტიდრონ სისტემები. მოდი, ვიმსჯელოთ ხმამ ახლა თქვენის ნებართვით. ვილაპარაკოთ ჯერ დასავლეთის, ან არა რუსეთზე, არამედ დასავლეთის ქვეყნებზე. ისრაელმა შეიძლება თუ არა რომ გადასცეს, შეიძლება მეორე თქვენგანი მეტყვის და მეც დავეთანხმებოდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცოტა ეჭვი ეპარება მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყო გელაძე და ახლა სწორედაც რომ სუსის უფროსია, ის გელაძე არაერთხელ სტუმრობდა ისრაელს და ისრაელის დედაქალაქს და ესაუბრებოდა კოლეგებს. ეჭვი მეპარება, რომ ისრაელმა გადასცეს სულ მარტივად და მინიმუმ ერთი მიზეზის გამო. უახლოეს დღეებში პრეზიდენტად რომ მუშაობს ის კაცი მიხეილ ხაველაშვილი მიემგზავრება ირანში, ანუ ქვეყანაში, რომლის ლიდერებიც ყვიროდნენ, ყვირიან და მომავალშიც იყვირებენ ამგვარ რამეს სიკვდილი ამერიკის შეერთებულ შტატებს და სიკვდილი განადგურება ისრაელს. ხო და მე კითხვა მაქვს, ისრაელის ხელისუფლება რატომ იქნება ასეთი მოწყალე და რატომ გადასცემს ანტიდრონ სისტემებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ასეთი პროირანულია ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ისრაელის აღქმით და რეალურადაც პროირანული გამოდის, ესტუმრება რა, სტუმრობს რა ირანს და დაესწრება რა დაკრძალვის ცერემონიალს მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად წოდებული ალი ჰამინეისა, რომელიც ისიც თქვენ რომ 28 თებერვალს დაიღუპა კი არა, მისი ლიკვიდაცია მოხდა 28 თებერვალს. ამიტომ ისრაელი გადასცემსო, ამას თუ მეტყვით, მე ცოტა ეჭვი შემეპარება. მეორე და ასევე ლეგიტიმური კითხვაა, შეიძლება თუ არა ეს გადასცეს რომელიმე ევროპულმა სახელმწიფომ, შალვა პაპუაშვილი გამოდის და ყოველ მეორე ჯერზე, ყოველ შემდეგ ჯერზე არ მინდა უფრო ბილწი სიტყვის წარმოთქმა, მაგრამ ასე ვიტყვი, იგინება ევროპის ცალკეული სახელმწიფოების და ევროკავშირის გასაგონად თუ მისამართით. ხო და შვედეთი, გერმანია, არ ვიცი, ნაგინები რომელიმე ქვეყანა, დანია თუ არ ვიცი, ბრიტანეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის და ასე შემდეგ,
რატო გადასცემენ? თან საბოლოო ჯამში არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის და არც მათ არ იციან, სად დამონტაჟდება ეს უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია და კომპონენტია და აქცენტია ამ ამბისა, ამ სტორისა, სად დამონტაჟდება ეს ანტიდრონ სისტემები. გასაგებია, რომ პარლამენტის თავს გავიგეთ, კარგია, მაგრამ ემან იქ ხო არ დამონტაჟდება აბასთუმანსა თუ ჭორბილასა თუ ზღვისპირეთსა თუ სოლაკის ქედზე შემაღლებულზე არსებულ ბიზნესის ცენტრის გარშემო, ანუ ხომ არ იქნება განკუთვნილი მხოლოდ და მხოლოდ ბიზინა ივანიშვილისთვის. ეს კიდე ცალკე თემაა, ამასაც თუ მოვახერხეთ შევეხებით. მე არ მგონია, რომ ისრაელი გადასცემს ანტიდრონ სისტემებს საქართველოს, მე არ მგონია, რომ ევროპის რომელიმე სახელმწიფო გადასცემს. შეერთებული შტატები აი ამ სამეულს თუ ავიღებთ, ყველაზე უფრო სერიოზულად არის განწყობილი საქართველოს უსაფრთხოებით, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ მჯერა, რომ შეერთებული შტატებმა ასე პირდაპირ აიღოს და გადასცეს ანტიდრონ სისტემები, მანამ სანამ არ ეწოდინება ამ ანტიდრონ სისტემების დამონტაჟების ადგილი და დამონტაჟების კონცენტრირების, თუ გდებავთ ასე ვიტყვი, კონცენტრირების, ანუ და კითხვა, ბარემ, თუ დასავლეთის რომელიმე ქვეყანა, ევროპის რომელიმე ქვეყანა, ან შეერთებული შტატები გადმოსცემს საქართველოს ანტიდრონ სისტემებს, ესე იგი რა გამოდის, რომ რუსეთისგან ელიან ესენი თავდასხმებს, არა აფხაზებისგანო, თუ ვინმე მეტყვის აფხაზეთი დღევანდელი სეპარატისტული რეჟიმი, რაც საკვირველია წანაზარდია რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკისა და იმპერიალისტური ქვეყნისა და შესაბამისად დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას აფხაზის სეპარატისტები თბილისზე თუ ლუგანის ლაბორატორიაზე თუ მთავრობაზე თუ ბიზნეს ივანიშ და საბოლოო ჯამში ან რაში უნდა უნდოდეს, რაში უნდა აწყობდეს რუსეთს თავდასხმა ბიზნეს ივანიშვილზე ან მისი სახელმწიფოს რომელიმე ობიექტზე ლუგანის ლაბორატორიაზე თუ პარლამენტზე, მაშინ როდესაც ბიზნეს ივანიშვილი პრაქტიკულად ყველაფერს უსრულებს ხსენებულ რუსეთის ფედერაციას, რუსეთის იმპერიას. მოკლედ, მარტივად რომ ვილაპარაკოთ, არც ევროპა ბრიტანეთის ჩათვლით, არც ისრაელი, რაც საკვირველია და არც ამერიკის შეერთებული შტატები ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ არ ეწოდებათ ზუსტად სად დამონტაჟდება ეს სისტემები, ამგვარ სისტემას არ გადმოსცემენ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, არ მიყიდიან თუ საჩუქრად არ გადასცემენ და ასე შემდეგ, მით უმეტეს ესეთ ულტრა თანამედროვესო, როგორც ამბობს მამუკა მდინარაძე წარმოაჩენს, ისე თითქოს უკრაინასაც კი არ აქვს მსგავსი სისტემები. და თუ მაინც ვცდები, თუ რომელიმე ერთი სივრცე ევროპა, ისრაელი და შეერთებული შტატები გადმოსცემენ, მოჰყიდიან ხელისუფლებად წოდებულ ბანდას ქართული ოცნებისა, უკაცრავად ქართულ ოცნებას ამ გვარ სისტემებს, კითხვა მაქვს, ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ არ უნდა ვაგინოთ ისრაელს, არ უნდა მიდიოდეს ყაველაშვილი ირანში, ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ არ უნდა ვაგინოთ ევროპის რომელიმე სახელმწიფოს, რასაც ყოველდღე აკეთებს შალვა პაპუაშვილი და არა მხოლოდ, და ჩვენ არ უნდა ვაკრიტიკოთ ამერიკის შეერთებული შტატები, იმიტომ რომ ის ჩვენს ცას აგეთ ურმე ჩვენთან ერთად იცავს, ან ჩვენ გადმოგცემს საჭირო ანტიდრონ სისტემებს, რომლის შედეგადაც ცა, მოდი ასე ვიტყვი, თუნდაც 10, 15, 20, 25, 30% იქნება დაცული აფხაზების თუ რუსების შემოტევისაგან და ესე იგი ნიშნავს, რომ ჩვენ კვეთრად უნდა წავიდეთ სწორედ დასავლური სივრცისაკენ, რომ იქნება და მეტი დრონი არა მარტო მოგყიდონ ანტიდრონ სისტემა, არამედ გადმოგცენ, გვაჩუქონ, ჩვენი ცა დაიცვან, რაღაცა გუმბათი რკინის თუ ოქროს თუ ვერცხლის ააშენონ ჩვენს გარშემო, ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებები გადმოგცენ, ეს ბადეები არაპირდაპირ მნიშვნელობით გადავჭიმოთ საქართველოს არაჩვეულებრივი ცისთავზე და შესაბამისად ვიყოთ დაცულები, ემანდ რომ რამე მოხდეს გავეშებული რუსეთის პირობებში და კითხვა, იქნება და რუსეთი გადმოსცემს საქართველოს ამ ანტიდრონ სისტემებს. ეს პერსონალურად მე უფრო რელევანტური მგონია, ეს ფიქრი, ეს ანალიზი, რუსეთი რომელიც უფთხის, რომ რამ არ მოხდეს ემანდ და რომელიმე სახელმწიფო ობიექტი არ დაიბომბოს. არა, მე არ ვარაუდობ ამას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობას, თავდაცვის უწყებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მთავრობას, საგარეო უწყებას, პარლამენტს და ასე შემდეგ ვინმე შემოუტევს, მაგრამ რუსეთს სჭირდება სწორედაც რომ დაცული და დაცვა უზრუნველყოფილი ბიზნეს ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე უფრო კარგად უსრულებს რუსეთს იმ დავალებებს, რომელსაც რუსეთი გასცემს უკვე
რა ხანია და მეცაც გეტყვით დავალებების მიღმა, შესრულებული დავალებების მიღმა თავის ინიციატივისას, თვით ინიციატივითაც ბევრ რამეს ჩადის აკეთებს საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელსაც მე ისიც თქვენ როგორც მოიხსენიებ ხოლმე, მაგრამ ახლა აღარ გავიმეორებ თქვენის ნებართვით. მაშ ვისგან ველით, ან ვისგან ელის უფრო ზუსტი რომ ვიყო, თავდასხმებს ქართული ოცნების ხელისუფლება და პირველ ყოვლისა დაუბრუნდეთ ისევ მამუკა მდინარაძეს მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებიო რომ ამბობს, ანუ ყობახიძე, პრემიერი, ყაველაშვილი, პრეზიდენტი, პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ესენი იგულისხმება, მაგრამ იქნება და იგულისხმება უშუალოდ ბიზინა ივანიშვილი და ეს ანტიდრონ სისტემები 6000 კილომეტრის რადიუსში, 6 კილომეტრის რადიუსში, 6000 კილომეტრის მეთქი 6 კილომეტრის რადიუსში რომ აკონტროლებენ ყველაფერს იქნება და მხოლოდ ბიზინა ივანიშვილის, როგორც მნიშვნელოვანი არა მაინც და მაინც სახელმწიფო პირის, მაგრამ ზოგადად სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პირის უსაფრთხოებისათვის იქნება მობილიზებული თუ გამოყოფილი თუ კონცენტრირებული მისი აბასთუმნისცის გარშემო. ვის იცავს საქართველოს ხელისუფლება ქართული ოცნებისა? ბიზინა ივანიშვილისთვის რა საფრთხე ემუქრება? ბიზინა ივანიშვილი, მე გეტყვით რომ არც არანაირი საფრთხე ბიზინა ივანიშვილს დასავლეთის მხრიდან არ ემუქრება. ანუ მარტივად რომ ვილაპარაკოთ. აი ახლა რომ იგლოვებს იმ ალი ჰამენეისავით არ გაანადგურებენ, ან ახლა კი არა, მაშინ რომ არ იგლოვა მიმდინარე წლის დასაწყისში, იმ მადუროსავით არავინ მოიტაცებს არც დასავლეთი ევროპულ სივრცეს გულისხმობ, არც დასავლეთი ამერიკულ სივრცეს გულისხმობ, არც უკრაინა, რომელიც დასავლური სივრცის პრაქტიკულად განუყოფელი ნაწილია უკვე. დიახ, არავითარ შემთხვევაში ოღონდ. იმ პირობით, თუ ბიზინა ივანიშვილი ღიად არ მიეხმარება რუსეთის ფედერაციას ომის დამამთავრებელ სტადიაზე. ომის დამამთავრებელ სტადიაში კი ჩვენ შევდივართ, აი ლუკაშენკა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხანობა მოგეწონებოდა მისი 2-4, 8 თუ 16 სიტყვა, ლუკაშენკა როგორც ჩანს, მაინც ღიად მიეხმარება რუსეთის ფედერაციას და საკუთარ ტერიტორიას პოლიგონადაც კი გამოაყენებინებს. მათ შორის იმიტომ, რომ ეს ტერიტორია გამოყენებული იყოს ლიეტუვის და პოლონეთის წინააღმდეგ სახმელეთო ან სარაკეტო ან საჰაერო თავდასხმების დროს სუვალკის დერეფნის მიმართულებით კალინინგრადისკენ. ლუკაშენკა განწირულია. ლუკაშენკა რომ იშენებდეს თუ შეიძენდეს რუსეთისაგან ამ ანტიდრონ სისტემებს, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი იქნებოდა და სწორიც იქნებოდა მისეული გადმოსახედით, იმიტომ რომ ის სამიზნე იქნება ხვალ თუ არა ზეგ თუ არა მაზეგ ოფიციალური კიევისა პუტინი ხომ სამიზნე არის და იქნება და თუ ბიზინა ივანიშვილი პუტინში დურთავს თავს თავიდან ბოლომდე გაგიკვირდებათ და ისიც სამიზნე იქნება, მაშინ რელევანტურია ამგვარი ანტიდრონ სისტემების შეძენა, ოღონდ გარწმუნებთ და მამუკა მდინარაძესაც ვარწმუნებთ, რომ ვერც ვერაფერი უშველის ბიზინა ივანიშვილს. მე ამას აქვე გეტყვით, რომ არ ვარაუდობ, არავინ არ მომედავოს ახლა იმაში, რომ მე ვარაუდობ, ან მინდა ხაზგასმითო არც მინდა, რომ ამ ქვეყანაში იყოს ერთი არაფორმალი თუ ფორმალური მმართველი, რომელიც რუსეთს ეხმარება ასე ღიად, პოლიგონად აყენებინებს საკუთარ ტერიტორიას და ბოლო. თუ გულახდილი ვიქნები და მამუკა მდინარაძე ამას არ გაგვიმხილს, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, თუ გულახდილი ვიქნები მაღალი ალბათობით ამგვარი სისტემები თუ მაინც და მაინც მართლა იქნება შეძენილი იქნება არა ისრაელისგან, თუ ისრაელისგან, არა ევროპისგან, არა შეერთებული შტატებისგან, არა უკრაინისგან, ცხადია, არა რუსეთისგან, ამასაც ვიტყვი ხაზგასმით, თუ გულახდილი ვიქნები მაღალი ალბათობით ამგვარი სისტემები საქართველოს გადმოეცემა აზერბაიჯანიდან, რომელიც საქართველოს სთავაზობდა, ალიევი როცა იყო საქართველოში, სომხეთ-საქართველოს აზერბაიჯანის ერთიანი თავდაცვის სისტემის შექმნას და ეს მხოლოდ ამ დრონებს ან ანტიდრონ სისტემებს არ გულისხმობს. ალიევის ეს შემოთავაზება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალაშია როგორღაც. კი არა რატომღაც და სწორიც არის საბოლოო ჯამში
ჩვენ უნდა მივესალმოთ ამას, თუ საქართველოს ხელისუფლება უწყობს ამ ყველაფერს ხელს თუ ფეხს. ესეც უნდა ვთქვათ, ანუ სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანის ერთიანი თავდაცვის სისტემა, ოღონდ ამ ყველაფერს ეს ანტიდრონ სისტემები არ ყოფნის, ეს ერთი და მეორე. ძალიან მნიშვნელოვანი არის, სად განთავსდება ეს ანტიდრონ სისტემები და ასევე მნიშვნელოვანია არა მაინც და მაინც ვერბალური პასუხი, რომ აი ჩვენ ველით თავდასხმას რუსეთისაგან, არამედ პასუხი კონცეპტუალური, ხო? პასუხი მინიშნებით თუნდაც, ასე ვიტყვი, რას ელიან, მისთვის მოვებზადოთ. თავდასხმისათვის რუსეთისაგან მე ვიყო ირაკლის არქუა თუ თავდასხმის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ მამუკა მდინარაძე იარაღს აიღებს, როგორც მე ამაში ეჩვეპარება, მე მამუკა მდინარაძის გვერდით არ აღმოჩნდე სანგარში. ოღონდ მამუკა მდინარაძე, ისევ როგორც ხელით მამუკა მდინარაძე კონკრეტულად ვიტყვი ასე, მაგრამ საბოლოო ჯამში განვაზოგადე. ეს ხელისუფლება წინააღმდეგობის გამწევი არ არის. ესეც უნდა ვიცოდეთ. მნიშვნელოვანია მარტო აბას თუმანს იცავთ, მარტო ჭორბილას იცავთ, თუ ჩვენც გვიცავთ სახელმწიფო ობიექტებს პირველ ყოვლისა. თუ აზერბაიჯანიდან წამოვიდა მოდის ეს ანტიდრონ სისტემები მაინც და თუ ეს რაკურსი მაინც რაღაც არსებობის უფლების მქონეა, მოდი ვიტყვი ასე. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თავდასხმას ელით მაშინ უკრაინისაგან უკრაინა კი თავს არ დაგესხმებათ. მანამ სანამ ბიზიდა ივანიშვილი კავკასიის სრული ლუკაშენკა არ იქნება. მე მგონი არ იქნება, თუ იქნება. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.